დაიწყო. გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო გულშემატკივრებო, მეგობრებო. მე ხა მედივარ თავში საფარში. დღეს ცოტა ადრე მედივარ, იმიტომ რომ საღამოს ინგა გრიგოლიას გადაცემაში რეაქციაში ვარ პირდაპირ ეთერში მოწვეული და მანამდენი და თუმცა რაღა ადრეა 6 წუთია 20 წუთი კაცო. დღეს არის ჩემო ძვირფასებო 12 აპრილი უჩაბათი და მე მზადვარ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ ჩვენი 4 ხა მეგობრების შესახებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ალეგო თუ ვინმე რამე კითხვას აგისვავს, მე მზადვარ უპასუხო. ხო, თან ახლა იქ თავშესაფარში რუსთავი ორი ჟურნალისტები არიან, აი ამ ბოლო დროს ატეხელი ამებთან დაკავშირებით თავშესაფარის დათვალიერება და გადაღება უნდა და ძალიან მიხარია, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ჟურნალისტი მოვიდა ნახავს იმ თავშესაფარს. მით უფრო ესე იგი მეტი ინფორმაცია იქნება საზოგადოებას თავშესაფარის შესახებ. ძალიან ბევრს გონია რომ თავშესაფარი ეს არის ადგილი, სადაც შეუძლია ძაღლი მოიყვანო და დატოვო. არ არის ესე ჩემო კარგებო. თავშესაფარს სხვა დანიშნულება და დატვირთვა აქვს. და ჩემს საქმიანობას. ჩემი საქმიანობის, აი ხელმოქმედების მიზანი არის ის, რომ ჩემს ქვეყანაში, ქუჩაში არ უნდა იყოს ქუჩის ძაღლი. მაგრამ ამას აი ამ შედეგს უნდა მივახციოთ ცივილური გზით. არა ისეთი გზით, როგორიც ჩვენს მეზობელ არაკეთილმოსურნე ქვეყანაში ხდება რუსეთში. რომ უმოწყალოდ ხოცავენ ქუჩაში ძაღლებს და საჯაროდ გამოდიან ტელევიზიის საშუალებით და ამას ესე იგი ამ ქმედებას ჭყალებში რო თქვათ ამართებენ, ანუ აყრავებენ. როგორც არის ხო? ჩვენთან ესე იგი ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ისე როგორც გადაწყდეს ცივილურ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში. კასტრაცია, სტერილიზაციის გზით. ასევე აი ამას აკეთებს ესე იგი ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მე წინა ხელმძღვანელობასთან და ახლანდელ ხელმძღვანელობასთანაც აი ამ კუთხით მუშაობდი და მეხმარები შეხიდული ვარ ჩემი ფულით, მხოლოდ ჩემი ფულით, ჩემი სახსრებით და ჩემი შემოსავლის 70% თითქმის აი ამ ხელმოქმედებაში მეხარჯება. მე ძალიან ბევრი ჟურნალისტი მეკითხებ ახლა აი ამ ბოლო პერიოდში როგორ ბატონო თამაზ ესე იგი ამას თქვენი ფულით აკეთებ? დიახ, ჩემო კარგებო, ჩემი ფულით ვაკეთებ. არანაირი გრანტი მე არ ამიღე, არანაირი დახმარება მე არ ამიღე და ჯილდოდ კი დავაწესე, ჯილდო დავაწესე $10,000 ოდენობით, რომ თუ რომელიმე ადამიანი მომიტანს რაიმე საბუთს და ეს ხო ძალიან მარტივია, ხო ჩარიცხები, საბანკო ესე იგი გადარიცხებით უნდა ხდებოდეს. ან სხვა დოკუმენტს თუ მომიტანს, რომ მე თუნდაც ერთი გრანტი მაქვს აღებული აი ამ 15 წლის განმავლობაში რომელიმე ორგანიზაციიდან ერთი გრანტი ან რაიმე დახმარება რომელიმე ან სხვა უცხო სახელმწიფო ან თუნდაც ჩვენი მთავრობიდან დახმარება ან თავშესაფარს მიღებული მე ჯილდოს აი ხა ვაცხადებ კიდევ ერთხელ სახალხოდ $10,000 ვიძლები. არ ჯერათ ესე იგი ადამიანებს აი აბატონო ჯილდო დაწესებულია მომიტანეთ ვამცნობ საზოგადოებას რომ მე თუნდაც ვინმე მეხმარ მეტა ვინმე მეხმარებოდი და მეჩიმენტის დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ დახმარებას. კარგი, ახლა რაც შეეხება თავშესაფარში რუსთავი ჟურნალისტები არიან და მაინტერესებს ესე იგი მათთან საუბარი, მივცემ ინტერვიუს და დღეს საღამოს ვიქნები იგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში. ხოქეთი ვერ გავიგე გენაცვალე ცოტა ხმამაღლა. ვიცი რო არიან მოსულები და მოვდივარ მალე ვიქნები მეცას. მალე ვიქნები. ჩაწერონ ბადრი, ბადარი ბადრი. ჩაწერონ გენაცვალე. ჩაწერონ. ოღონდ ხოფქიზელია ბადრი. თუნასვამი არ ჩაწერონ. თორე ამის სულელეზე თქოს კიდე. კარგი.
გამარჯობა ბატონო თამაზ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ მართლა დაგლოცოთ რა საქმე აღძრესო რას ბოდავენ თქვენ წინააღმდეგო არ ვიცი ეს გუშინ იყო სამი გამოუძებელი დამერეკეს მე სახში ვიყავი შეუძლოთ ვიყავი რა ძალიან იმოქმედა ესე იგი აი ამ კლავიატურის ვითხების ესე იგი გინება წარმოედგინე კაცი ესე იგი ციგეს კი არ მეშინია ზოგიერთი ვითხასავით რომელ საიტზე გრიგოლია და რომელ არხსეო გრიგოლი არის TV პირველი ესეთი საკმაოდ რეიტინგული ტელევიზიაა ინგას ხალობით სხვათა შორის და სხვა ცნობილი ჟურნალისტების ხალობით ჟიჟელაშვილი მიყვარს ძალიან ნორის გოგოა დიანა ტრაპაიძე ძალიან ბევრი ჟურნალისტი არის ცნობილი აი ამ ტელევიზიაში TV პირველში ძალიან რეიტინგული გახდა ეს ტელევიზია სხვათა შორის აი ამ პროფესიონალი ჟურნალისტების ხალობით და ძალიან მიხარია მორე 15 წუთზე ვიქნები ესე იგი მე ინგა გრიგოლიასთან მანამდე სხვები იქნებიან და 15 წუთზე უნდა მივიდე შეხლა რუსთავი ორი ჟურნალისტები არიან და მე ლაივიც მექნება ამასთან დაკავშირებით როთან მოისმინო თქვენ ესე იგი რა ინტერესეთ რუსთავი ორი ჟურნალისტებს დიახ ალო დიახ ისმენ ისმენ თამაზი ვარ ელის ბარაშვილი ჩემო კარგოდე ისმენ ჩემი არ გესმით გამარჯობა ძალიან დიდ საქმეს აკეთებ წარმატებებია მოგესალმები ბატონ თამაზ გავრცელდა ინფორმაცია რომ თავშესაფრის დახურვას აპირებს მე თავშესაფარის დახურვას არ ვაკეთებ ჩემო კარგოდე მაგრამ სანამ მექნება საშუალება თავშესაფარის შენახვის. შეჯერებით მაქვს. ის განცხადება, რა განცხადებაც გავაკეთე, მას შემდეგ, რაც აი ამ კლავიატურის ვითხები დავწმუნდი, რომ ესენი არიან ქვეშავსია ხალხი კლავიატურის ვითხები, რომლებსაც მარტო გინების მოწერა შეუძლიათ იქ ერთი წამით. დიახ. დიახ. თამაზი ვარ ელის ბარაშვილი, განაცვალე, დიახ. გამარჯობა. დადლი არის რამაინტერ ჩემთან მე არის რა ის რა ესე იგი მე თუ სწორედ გავიგე თქვენ გყავთ ძაღლი რომელმაც გააშინა 8 ლეკვი ხო? მე თუ სწორედ გავიგე მეთქი თქვენ გყავთ ძაღლი რომელმაც 8 ლეკვი გააჩინა ხო? ჩემი გესმით განაცვალე? ხო. და რა კითხვა გაქვთ მე რომ გააჩინა ეს ლეკვები უნდა გააჩუქოთ ლეკვები. თქვენმა ძალმა გააჩინა, ხო? ჩემი დახმარება რაში გჭირდებათ, მითხარით? ვერი ჩერს ახლა. არა, როგორ ვეჭი ჩერს კარგი მიღება აქვს, მაგრამ არა, იმისი ალბათ. თუ ლაივში მიყურებ განაცვალე, სურათები გამოაგზავნე, თუ გინდათ ლეკვების გაჩუქებაში მოგეხმაროთ, ხო? სურათები გამოაგზავნე თქვენი ლეკვების, გამოვაქვეყნოთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე. თქვენს ტელეფონს მიუთითებთ და მოგეხმარებათ ეს ლეკვების გაჩუქებაში. ჩემი ძაღლი 3 კილოგრამს იწონის და შეუყვარდა ლაბრადორი მეზობლის. უცდის ლიფტთან 4 დღეა რა ვუყო კასტრაცია, სტერილიზაცია არ გამაგონოთ. სხვა რამე თუ გადააყვარებს. თამაში უნდა მიუშვით მას. მათ შორის ესე იგი, ხო? შეიძლება შედგეს მეგობრობა თორე ის ესე იგი რასაც ქვია. სხვანაირ ურთიერთობა. ის ვერ შედგება, იმიტომ ის დიდია, ტანი და ეს პატარაა, ხო? ეს არის სხვა არის, ხო? ვერ დავინახეთ წავე. ჩემი ვაგონი. ვაგონი? ვაგონი გახვალ რა დაიგანო, რა სულავს. ერთი ზემდე მივიდე და ნახო რა. ნუ აქცევთ ყურადღებას თქვენ სიკეთეს აკეთებთ. დიდი მადლობა, ჩემო გოგო, ამ სიკეთის კეთებაში მე გინება კი არ მინდა, მე გველში დგომა მჭირდება, მეტი არაფერი. გველში დგომა და მეტი არაფერი, ხო? ბიზნეს მიმართე სექტემბერში გამიჭირა ჩემი ფინანსების შემოსავლა შემცირდა, ხო და უკვე გამიჭირა თავისუფალი შენახვა. ბიზნეს მიმართე საქართველოში ერთი რამით ჩამერიცხეთ მეთქი თვეში და ეს იქნება ჩემთვის როგორც ნუ ყველაფერს თავი გავანებოთ, მორალური მხარდაჭერა იქნება ჩემთვის. აჩვენებერთი მეუნათო. ვაგონი.
ვაგონია, დამანახე. როგორ დაგანახე? და დამანახე, ხო, უნდა ნახო რა. ზაგი რომელსაც ვაგონი დავარ, რა ხაფერად მაგეთი. Amigo, ჩაიწერე ერთი და ბირკის ნომერი. თქვი აბა. არა, მიგეჩია. მაინტერესება. შეიძლება დავაკერებ. არგი ხო, ნუ რა. პოლიცია რა. Arriva al mare ciao tutto. Come se fosse stato che tu. Alla che anni, perché non me lo vedo. Alla che giallo. Potremmo. 다음에는 더 먹어요. 자식이라고 먹어요. 어디? 저기서 보시면 뭐? 아이. სერვიც, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი მადლობელი ვართ თქვენი, ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ. ლაიკა ყავთ თქვენ თავშესაფარშიო? მე მყავს ლაიკა. რამდენი წლის? ლაიკა არის 2 წლის, რომელსაც ხერხემლის პრობლემა ქონდა. კისრის მალის კონკრეტულად და ახლა არა უშევ შედარებით. აიგეთ არის. მოგძავდით, ნახეთ თუ მოგეწონათ გაჩუქეთ. ძალიან მაგარი კაცი ხარ, რომ ჩამო უნდა გაგიცნოთ. ჩართეთ ლაივი, ჩვენც გავიგოთ რა ნებავს რუსთავი 2-ს. ღმერთმა მრავალი ხელი მოგცეთ საშუალება რომ იარსებობს თავშესაფარმა ხელი მოგიმართოთ. ერთი კითხვა მაქვს, ჩემს კოკერს 3 დღე სიმაღლეზე ახტომა უჭირს. მან აქვს ყველაფერი ნორმაში აქვს, მაგრამ სიმაღლეზე ახტომა უჭირს. ახლა ვერ მეტყვით რისი ბრალი იქნება. ამ საქმეში ჩახედული თუ ხართ და იქნებ მირჩიეთ რა შეიძლება აწუხებდეს მადლობა წინასწარ. ვერ გეტყვი შემოყავი, მეიყვანით. კინოლოგთან ეს არის ძაღლის სპეციალისტი, თუთნელი, მასწავლებელი და ის უფრო კომპეტენტური ამ საკითხში, მე არ ვიცი. რატომ უნდა ეხტუნოს ხელმაგამ, რაღაცა იარო შეუძლებელია, გაუცილებელი ეხტუნოს. შეიძლება ჩადასტუროს. დაიხურა თავშესაფარი თუ გადაიფიქრეთ? თავშესაფარი ჯერ არ დახურულა, იმიტომ ჯერ მაქვს საშუალება რომ შევინახო თავშესაფარი, მაგრამ თუ ესე გააგრძელა საზოგადოებამ ჩემი ლანძღვა გინება, არანაირი სურვილი არ მექნება, რომ ეს ხელმოქმედება გავაგრძელო ამ ქვეყანაში, იმიტომ სხვა ქვეყანაში წავალ ჩემო კარგო, იმ ქვეყანაში რომელიც ხო ხელმოქმედკაც აგინებს. მე იმ ქვეყანაში არ გავჩერდები რა. არახე ჩემო კარგო, ხო? ბიზნესმენი რომელიც თავის შემოსავლის 70% ხელმოქმედებაში ხარჯავს და მუხლებს დაუკოსტე. მანახეთ საქართველოში და მე რო ვიძახით, რომ ჩემი შემოსავლის საერთოდ ნაწილს ხო ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს ვაგებ და აი ამ საქმეში, ამ ხელმოქმედებაში ხარჯავთ. არ ჯერათ ხარ და ჯილდო დავაწესე, ჯილდო. შენ ვარაო, შენ ვიღაცა გრანტს გაზდევსო, გეხმარებაო, ფულს გირიცხავსო. არა, ჯილდო დავაწესე $10,000. ჩემოკარგებო. არ გინათ? ჯილდო $10,000. მაჩვენეთ ერთი დოკუმენტი მომეთით, რომ ვინმე მეხმარება. თავრობა მეხმარება, ვთქვათ, გრანტებს ღებულობ. ა რომელიმე სხვა უსხო ქვეყანა მეხმარება.
ბატონო. ისეც იკითხვა რაღაც წაკითხვა. როგორ არა ბატონო. თანამშრომლების ცემას მორჩით უკვე. არა, თანამშრომლების ცემას არ მომჩი განაცვალე და დიდი სიამოვნებით გავცემ ყველას პასუხს იმას, ვინც იმსახურებს. მე ის კაცი არა ვარ, რომ უპასუხო დავტო რა დედის გინება ანის და სხვა რამე. რა თანამშრომელი შემოკარგო, ხო მე რომ მომაყენებ შეურაცხყოფას, იმას საუთაქებ თავში რა. თანამშრომელი რომელიც თრალი მოვა და მის ესე იგი ჩემს პრეტენზიას და ჩემს მითითებას რატო ხარ ნასვამი თქვენ როცა ხოში მაქვს მაშინ დავრებო იმას საუთაქებ. ეს ჩემი თანამშრომელი არა, მე თანამშრომლებს არ უთაქებ. თანამშრომელს ესეთ შემთხვევაში მე ვანთავისუფლებ სამსახურიდან. და ის ჩემი მეგობარია, ვისაც დაუთაქებ. მეგობარი რომელმაც მიყარადა იმ კონკრეტულ მომენტში. ნასვამი რომ მოვა მეგობარი იქ. როცა მორიგე ხარ შენ, როცა მაშველი ხარ, არ უნდა იყო. თანამშრომელს არა, ის რომ ჩემი თანამშრომელი ყოფილიყო, მე მას მაშინვე გავუშვებდი სამსახურიდან. მეგობარს ხო წაუთაქეთ, ჩვენ როგორ ერთმანეთში მოვრიგდებით რა, არც თქვენი საქმეა ეს შინაგან საქმე და სამინისტრო და არც ესე იგი არავის საქმე არის, ეს ჩვენი საქმე ერთმანეთში მოვრიგდებით როგორმე რა. ლაიკა თუ ყავს თავშესაფარშიო? კი, ყავს მე თქო, გითხარით, პოლიტიკის ლაიკა არის. დიდ პატივს გცემთ იხარეთო. გაიხარეთო. კლავიატურის ვირთხები გამოძვერით, აქ რომ მაგინებთ იქ Facebook-ის გვერდზე, ის Facebook-ის გვერდი ოფიციალური გვერდია და მჭირდება მე იმისთვის, რა საქმესაც ვაგერებ, აი მძაღლების მიმართებაში და დათვების და ასე შემდეგ, ხო? და იქ რომ დედის გენებას ვიზეთ, ოჯახის გენებას. ხო, დაგიწერეთ იქ პოსტი, გამოგიქვეყნე, ტელეფონის ნომერიც გითხარით და მისამართით, ხო? გამერეგეთ, ბიჭო, თუ მაგარი ბიჭები ხარ და მითხარით, რა გინდათ. მე კრიტიკას ვღებულობ. მაგრამ დედის გინებას არ მივიღებ და არავის არ გაპატიებთ რა ამას. ყველას გაგცემთ პასუხს. შემიძლია ამის გაკეთება რა, რომ გაგცემთ ყველას პასუხი, გაგიგდებთ ციხქვეშ რა. მოიწოდეთ აი ამისთვის. მე თქვენ შეგეხეთ, თქვენ ოჯახებს შევეხე. ჩემს მეგობარს მე თავში წამოვარტყა. იმის გამო რომ მიღარატა და ნასვამი მოვიდა იქ, ეს ვიცი რა საქმეა. გეკითხებით რა. სხვის საქმეში სხვის რატო ყოფ? ამას უნდა სხვა სახელი ქვია, ხო? ის როგორ არის? სხვისი მამიდები რატო გამოდიხარ ეს? მიგეკითხებათ. ჩვენ მოვრიგდებით ერთმანეთში რა. ბავშვებიდან აი აქედან ვიცნობ ბადრის და გვერდიდან არ მომიშორები 4 წლით არის შემზე პატარა. მე ვაჭმევ, ვასმევ. კურნალობ, იმიტომ რომ მიდრეკილებაა გამბიც. სასმელისან ორჯერ ესე იგი უმკურნალე, ჩემი ხარჯები, ჩაუდგი კაფსულა. მაგრამ არ ვკრავ ხელს, იმიტომ რომ აი აქედან ვიზდებით პატარობიდან ესე. მე რო ხელი ვკრა და მივატოვო, ხო? სადაამთავრებ სიცოცხლეს, ალბათ ხვდებით კარგად. ქუჩაში უნდა გაბომжდეს და რომელიმე სანაგვე ურნასთან დაამთავრებს ცხოვრებას. და გავაკეთო ეს, არ ვაკეთე. და იმიტომ არ უშვებ. არ არის ეგ მარტო ჩემი თანამშრომელი ბადრია. და თანამშრომელი რომ მოვიდეს ნასვამი იმას ეგრევე ასარ რა უნდა წამოვარტყა თავში, რატომ იმას გაუშვებ, მაგრამ ბადრის არ უშვებ. და აგიხსენით მიზეზი რა არის. აი აქედან ვიზდებით პატარობიდან, აი ესე ვიზდებით და ხელს ვერ ვკრავ და დაიღუპება. მასეთ ადამიანს ხო? როცა ესე იგი მე მივცემ შენიშნავს და ვეთქვი ბადრი რატომ მოხვედი ბიჭო აი აქ რატომ მიღალატე თვალი რატომ მოხვედი და შესაქმეს ახლა მე ვაკეთებ აიღე მაგრატელი მოდი ტინის და ის მაინც გადაჭერი მეთქი ჯაჭვი თელზე ძლივსიდია ნახეთი კაცი ხო არ წამოვიგიო მაგრატელიო და რომ გითხე ბიჭო მაგრატელის არ წამოვიდა რატო ხარ მეთქი ნასვამი რატო დალიენით როცა ხოში მაქვს მაშინ დავნე აი მაშინ წაუსიფათე თავში ჩამოკარგე რა რომელი შეიკავებდი ჩემ ადგილას ხო თავს ვინ შეიკავებდით მაშინ ნუ კი ბატონო მაგარი ბიჭები ყოფილიყავ ჩემზე მაგრამ მე ვერ შევიკავე რა ბატონო თქვენ რომ არ ყავდეთ ვინ გააკეთებს ამ საქმესო გააკეთებ შემოგარგო რა ვიცი მე რომ ვაკეთებ ამას მე მარტო ამას არ ვაკეთებ ამას აკეთებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური 112 აკეთებ და მე შეხედული ვარ ამათან ძალიან კარგი ხალხია სხვათა შორის კარგი გუნდია ეს ახალი ხელმძღვანელი ვის მოვიდა ესაც ძალიან კარგი ბიჭი არის და ეს პრობლემაა რომ ქუჩაში არ უნდა იყოს ძაღლი უნდა გადავწყვიტოთ ამას წლები დაჭირდება მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ ეს ცივილური გზით კასტრაცია სტერილიზაციის გზით აი ამას ვაკეთებ ჩემ ქვეყანაში ეს პრობლემა უნდა გადაწყვეტეს აი ამისთვის მე არ მენანება ის
დახარჯული ჩემი ფული, რასაც ხარჯავ. ეს გასაკეთებელია, აუცილებლად უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში ქუჩაში ძაღლს ვერ ნახავთ. რატო? იმიტომ რომ ეს პრობლემა თავის დროზე აი ამ გზით გადაწყდა, ცივილური გზით. ჩვენ ხომ არა ვართ პაპუასები და ხომ არა ვართ ველურები, ისეთები როგორებიც არიან მაგალითად რუსეთის მთავრობა, ხო? და რა გააკეთა ესე იგი რუსეთის მთავრობა? ქუჩაში ხოცავს ძაღლებს. ეს არის გამოსავალი. ამას ხوار გავაკეთებ ჩვენ, ხო? ზაქრო, ხო გენაცვალე. კი, არა, მეოთხე. კი, კარგი გენაცვალე, კარგი. ამიტომ ხო მე შეხედული ვარ და ვეხმარები, ქვეყანას ვეხმარები აი ამ პრობლემის მოგვარებაში. და პლუს კიდე ის დასახისრებული, ტრამირებული ძაღლი საქართველოს მასშტაბით, ზოგი ღია მოტეხილობით გდია ქუჩაში. რო ჩაივლი და დაინახავთ აი ესეთ შემთხვევას, ხო გული ხო შეგტკივა და ხო გიჩნდება შემოკარგო ადამიანებო, დახმარების სურვილი, ხო? და რას აკეთებ თქვენ ასეთ შემთხვევაში, უმეტესობა, ხო? რეკავთ ესე იგი ჩემთან და ვეხმარებით აი იმ ძაღლს. თქვენც მშვიდად ხართ, რომ იცით, რო გაქვთ ჩემი იმედი, რომ მე ამას ვაკეთებ და ვეხმარები, ხო? არ ველოდები არავის ამის იმას და ასე შემდეგ, რა. აბა. თუ ესე უნდა ვიძდები, ესე იგი ბიჟასავით, როგორც ესე და კეიფობ, ნე? იქები, ჩემო კარგებო. მაგაში ცუდი რა არის, მაგრამ მე ნუ მაგინეთ, რაღაც. არაცუდა. ხვედი არ გიგეცი რა? რა მიგეცი, აბა, ახლა ხვედი მიგეცი, რაცა. ჩვენთან ჩამოდით საფრანგეთშია. აი ხო. ქალმოქმედებას იმიტომ აკეთებ, რომ ხალხის კეთილგან წყობა და იმსახუროთ თუ იმიტომ რომ ცხოველები გეცოდებათო. არა, იმიტომ რომ მედავით ჩემ ქვეყანაში, ხო? ქუჩაში არიყვნენ ძაღლები ჩემო კარგო და როგორც ცივილურ სამყაროში ხდება, ისე იყო საკაც რა. წავიდა რუსთავიური, გვე? გადაღებაზე მიგდოდა. ხო, წავიდა მაშინ, კაცო, რუსთავიური. ხო გადაიღეს, ხო იყვნენ შიგნით შესული. ძალიან კარგი. კეთი? პური რამდენი არის? მოდი გენაცვალე, მოიწია. ხო, რუსთავიურმა გადაიღო, მე არ დამელოდა. არც არის საჭირო ჩემი აქ ყო, გადაიღო ჩემი თანამშრომლები და ნახოთ ასე შეს გააკეთებდა რა. ესე რამდენი არის ეს? ბამო. აბა ნახეთ იმას აქვს თუ არა? თემო. რომა ზევითაც არის ყველგან არის, ხო? хорошо. აი მაშინ აზრი არა, ხო იმას ალტერნატივას შეგროვებას რა. არა. არა, გაიცუდა ნახო ზევიდეს. ციტერი. ოიდის რა. სეტერიგას. როგორ არის სეტერი თემა? კონსერვი აუტანტი 150 გრამი. ციტავა? ხო ნახავთ პირადად რა ნახავთ. ბალდის მუშები მუშაობენ ტრადაბებად ვის? хорошо. დაი მოგეთ მე გადავედი მაშინ. კარგი. ჩარტო შემოგთავაზეთ მაშინ მე ახლა იმას გავიკეთებ პედიჩკას და წამოიღე პედიჩკა? ხოდა პირდაპირ ესე შემოლას გავაკეთებ ახლა ძაღლებს. დღეს იმდენი საჭმელი დავუყარეთ, რომ პირველი ჭამიდან ესე იგი სავსე აქვს მოჩვენი საჭმელი და ნუ ნახავთ ახლა. შეიძლება მარტო დაგათვალიერებინოთ და ჭამა არ დაჭირდეთ რა ზოგადად. კარგი, მოგე დროებით ახლა 5 წუთში ვიქნებით ეთერში. ოღონდ თავში საფრინავ და გაჩვენებთ. ვისაც გაინტერესებთ, ჩემო კარგო, ხო გაინტერესებთ? რა თანხა არის ამისთვის საჭირო, მე წარმოდგენა გექნება თვალამდენ ძას. სადმე თუ ნახავთ რომელიმე ძას ან გავხტავს, ხო, ესე იგი როგორ კვებაზე არიან და ასე შემდეგ და მე თქვენ თვითონ იანგარიშეთ რა. დაждდება ეს ყველაფერი. და ეს ზაღლები, ყველა ზაღლი, აქ უმეტესობა არის ნარევი ჯიში ზაღლი, ქუჩიდან მოყვანილი, ტრამირებული ზაღლი, რომელსაც ზოგს ფეხი ქონდა მოტეხილი, ზოგს რა და ზოგს რა. უკურნალე და ყავს აქ ნაწილი ისე დავაბრუნეთ ქუჩაში, ნაწილი აქ არის. რატო ცოტა დიდი ტანი ზაღლის გაშვება ქუჩაში ხო არ მინდა რომ პატრონი მოუძებნო და იქნება გავაჩუქო. აი ეს არის და ეს წავედი მე ხანში გამოვხასე.
ხათიშანიკო